მოგესალმებით გულო ყველას, ჩემი სახელია დემეტრე და ეს არის ჩემი პირველი ვიდეო ამახსე და დღეს მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ უნდა ეთამაშოთ მეგობრებს Minecraft-ი ონლაინში, ანუ როგორ უნდა ითამაშოთ Minecraft-ი მეგობრებთან ერთად. ეს არის ძალიან მარტივი. პირველ რიგში უნდა დასერჩოთ, ანუ უნდა ჩაწეროთ ნებისმიერ ბრაუზერში aternos.org. აი ეს უნდა ჩაწეროთ. შემდეგ დააჭერთ enters, ან ტელეფონით შეგიძლიათ ამის გაკეთება. შენ გადავხოთ აი ამ საიტზე. Aternos ესეთი საიტია, რომელზეც შეგიძლიათ შექმნათ სერვერი. სერვერი ეს არის იგივე Minecraft-ის სამყარო, მაგრამ ისეთი რომ ანუ multiplayer არის. ანუ ბევრ შეუძლია რომ შევიდეს ამ სერვერზე. შემდეგ მეგობრებო, აი აქ play რო წერია, აი ამას უნდა დააჭიროთ, play რო აწერია. შემდეგ განმოხვალთ ამ ადგილას, ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Aternos-იო. შემდეგ უნდა დარეგისტრირდეთ, sign up-ს დააჭერთ. შემდეგ ახლა ისეთი username უნდა ჩაწეროთ, რაც გამოყენებული არ იქნება. ახლა თქვათ, არ აქვს მნიშვნელობა, თქვათ რაღაცა, აი თქვათ მე YouTube, რაღაცა ესეთი, რაც გამოყენებული არ იქნება. თქვენს ესეთი ჩაწერეთ, მოვიფიქრეთ რაღაცა ისეთი უცნაური რო დაწეროთ, თავარია გამოყენებული არ იყოს ერთი სიტყვით. შემდეგ დაეთანხმებით ამ ყველაფერს, მონიშნავთ next, შემდეგ აქ parole-ს ჩაწერთ თქვენსას, ჩემს parole-ს რა თქმა უნდა არ გეტყვით. არ გეტყვით. ეს ასე მეგობრებო ჩავწერე, email-ი შეგიძლიათ ჩაწეროთ, მაგრამ არ არის აუცილებელი. შემდეგ მეგობრებო დააჭერთ sign up-ს. ესეც ასე მეგობრებო, გადმოვიდეთ უკვე შექმნით ესე იგი account-ი და ეხლა უკვე შეგვიძლია შევქმნათ სერვერი, მაგრამ სანამ ამას გეტყვით, მაგამდე თქვენ შეიძლება ამოგიგდოთ, ანუ უნდა დაადასტუროთ რობოტი რომ არ ხართ ეს. ეს ყველას არ უგდებს, ან ზოგჯერ აგდებს, ზოგჯერ არა, ანუ ხან გიწევთ რომ დაადასტუროთ რობოტი რომ არ ხართ. თუ ამაში დახმარება დაგჭირდებათ, დამიწერეთ კომენტარებში. ხა მე არ ამომიგდო ასე რომ განვაგრძობ. შემდეგ მეგობრებო უნდა შევქმნათ სერვერი, create server დავაწვევით. შემდეგ გადმოვდივართ ამ ადგილას. ანუ ეს არის IP მეგობრებო, ანუ მისამართი, რომელიც მეგობრებმა უნდა ჩაწერონ Minecraft-ში და ამით შემოვლენ. მოდი ახლა ჩემი username-ი არ მინდა, ძალიან ცუდი არის. ისეთი უნდა იყოს თან გამოყენებული რო არ იქნეს. ამიტომ იყოს თქვა 1 2 3 4 და save. თქვენც ახლა რასაც გინდათ იმას დააყენებთ. უბრალოდ ისეთი უნდა იყოს რომ გამოყენებული არ იყოს, ანუ რაღაც რიცხვები მიუწერეთ, რომ ეს სიტყვით ხო ხვდებით? გამოყენებული არ უნდა იყოს, განსხვავებული IP უნდა იყოს. კაი, იყოს ეს გამოყენებული არ არის, ასე რომ შეგვიძლია ეს მისამართი კონდეს. დავაჭიროთ creates. ანუ შევქმნათ. ეს ასე, ანუ თქვენი სერვერი მზად არისო. ეხლა აი server რო არის, აი აქ დავაჭიროთ. შემდეგ გადმოვალთ ამ ადგილას, ეს არის ჩვენი სერვერი და გადმოვიდეთ ამ ადგილას. უკვე ეს არის ჩვენი მისამართი, როგორც ვნახეთ. და სანამ რა თქმა უნდა ჯერ უნდა ჩართოთ სერვერი, ძალიან ბევრი რაღაც სჭირდება. ეხლა ეს არის მეგობრებო მისამართი, ხო როგორც ითხარით, შეიძლება დააკოპიროთ პირდაპირ. ეს vanilla ამას არ შეეხოთ, არ დაგჭირდებათ ეს. თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ ამასთან დაკავშირებით, გეტყვით. version ეს არის ვერსია, ანუ რომელ ვერსიაზე გინდათ თამაში, შეგიძლიათ აირჩიოთ. თქვა თქვენ არ გსურთ რომ ახალ ვერსიაზე ითამაშოთ და თქვენ ძველი გინდათ ან ახალ ვერსიაზე არ შეგიძლიათ თამაში. არ აქვს მნიშვნელობა. თუ გინდათ სხვა ვერსია, ყველაზე ახლის მაგივრად აირჩიოთ, თქვენ მე მინდა 1.16.5. 1.16.5 თუ მინდა, შემდეგ დააჭერთ reinstalls და განმოწერს. ან როგორც გითხარით, აგერ server-ს დააწვევით, შემდეგ version აქ აი change რო აწერია ამ ვერსიის შემდეგ. და შემდეგ აირჩიოთ რომელი ვერსიაც გინდათ. თქვათ ეს იყოს არ აქვს მნიშვნელობა ეს 1.23, დააჭერთ მაგ ვერსიას და შემდეგ გამოხვალთ ამ ადგილას და reinstalls უნდა დააჭიროთ. ეს არის და ეს. ეს ასე მეგობრებო, ეს ვერსიის ის გასწავლეთ. თუ რაღაც არ მოგეწონებათ ჩემი ახსნილიდან, დამიწერეთ კომენტარებში და თავიდან აგიხსნით. შემდეგ მეგობრებო, გადავიდეთ option-ში, აი options რო აწერია. გადმოვიდეთ ამ ადგილას. და აუცილებლად ჩართული უნდა იყოს cracked, აი ეს ფუნქცია. ეს თუ ჩართული არ იქნება, ვერავინ ვერ შევა სერვერზე. ანუ cracked რო არის, უნდა იყოს ჩართული აუცილებლად. ეს ასე ჩართულია cracked-ი, ნუ whitelist-ი, ეხა ამას თუ ჩართავთ, შემერე უნდა აირჩიოთ, ანუ უნდა ჩაწეროთ, აი აქ player-ებში იქნება, იქ უნდა ჩაწეროთ იმ ადამიანების სახელები, რომლებიც გინდათ რომ შევიდეს სერვერზე, ანუ თქვათ, გინდათ რომ მხოლოდ ორმა კაცმა ითამაშოთ ეს სერვერი. ჩართავთ whitelist და თქვენი ორი Minecraft-ის username-ს ჩაწერთ აქ, მაგასაც გაჩვენებთ. კაი, თქვათ იყოს, მოდით ჩართოთ
whitelist-ი ეხლა, რადგან ეს ამ სერვერზე არ მინდა რომ არავინ არ შევიდეს, ჩემს გარდა ჩართული იყოს, თქვენ თუ გინდათ არ ჩართოთ, არ არის აუცილებელი რა თქმა უნდა, command block-ები იყოს, nether-ი იყოს, ეს force game mode არის მეგობრებო, ან თქვათ თუ ან სერვერი როცა ჩართულია, მაშინ თუ გინდათ რომ game mode-ის შეცვლა შეგეძლოთ, ან თქვათ survival-ს თამაშობთ online-ში მე და მეგობრები და თქვათ რაღაცის გამო დაგჭირდა კრეატივი. შეგიძლიათ ან ეს თუ ჩართული იქნება, სერვერის თამაშის დროს შეცვალოთ. თუ ეს ჩართული არ იქნება, გამორთვა მოგიწევს სერვერის რომ მე შეცვალოთ ეს. კარგი, ну difficulty ანუ სირთულე easy არის იყოს ნორმალი. აქ peaceful არის, ვაფშე მობები არ იქნებიან, ზომბები და ეგენი, ეგ ძალიან დებილობა არის. იყოს ნორმალი, PvP ეს თუ თქვენ გინდათ რომ მეგობრებს დაარტყათ, მაგ შემთხვევაში ჩართავთ. იყოს ახლა ჩართული მონსტრები იყოს და ეს სიტყვით აქ ყველაფერი ამოუწურეთ. თავარი არის cracked იყოს ჩართული, დაარჩენი თქვენი ნებაზე არის. და აი აქ ნახეთ ეს დამავიწყდა აქ რომ ეთქვა slots რო აწერია, ეს არის maximum players, ანუ მაქსიმუმ რამდენი მოთამაშე გინდათ რომ შევიდეს ამ სერვერზე. ხა 20 არის დაყენებული, შეგიძლიათ კიდე აუმატოთ. იყოს 20, ხა თუ ძალიან ბევრი თამაშობთ, მაგ შემთხვევაში კიდე მას ისევთ რა ქვია, აუმატებთ აქ. ერთ სიტყვით მე ეს არ გჭირდება ახლა ეს. თუ თქვენ დაგჭირდება ძალიან ბევრი თუ თამაშობთ, კი ბატონო. კარგი, აგერ ლოგი რო არის მეგობრებო, ამაშო დავაჭეთ, ეს არის აქ ფიქსირდება მიღწევები, ან თქვათ Minecraft-ის რო თამაშობთ ამ სერვერზე, რაღაცები ფიქსირდება, თუ რას იზავთ, თქვათ რაღაც მიღწევები და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით ეს არ არის სავალდებულო, არც დაგჭირდებათ. აი მეგობრებო, აქ players რო წერია, ამაშო დააზოვეთ, გამოხვალთ ამ ადგილას. ან მეგობრებო, whitelist-ი რომ ჩავხდეთ იქ, ეხლა შემოვით აქ player-ებში რომ players რო დააჭერთ, შემდეგ იქ whitelist რო აწერია. და აქ ეხლა ჩავწეროთ იმ ადამიანების სახელი, ვინც გინდათ რომ მარტო შევიდეს სერვერზე. ან თქვათ კონკრეტული სერვერი არის ჩემი პირადი და მარტო ჩემი და მარტო ჩემს და ერთ მეგობრს გინდათ რომ შევიდეთ და სხვას არავის. დავწოთ ახლა მე მაგალითად ამ სერვერზე მარტო მე მინდა რომ შევიდე. იყოს ესე ჩიკოდემე არ არის ახლა აუცილებელი ამის გაკეთება, მაგრამ მე მოდი გავაკეთებ. და თქვათ ახლა იყოს სიტყვაზე ვიღაცა არ აქვს მნიშვნელობა, თქვათ ვიღაცა ნიკა 777 სიტყვაზე რომ იყოს. ეხლა მე რო ჩავწერე ამ ორი ადამიანის სახელი, ჩემი და ვიღაც კონკრეტული ადამიანის, ამ სერვერზე მარტო მე და აი ამ ადამიანს შეუძლია შევიდეს. მე მგონი კარგად აგიხსენით. ეხლა მოდი არ გვინდა, არც ვიცი ვინ არის, პროსტა ჩავწერე. whitelist-ის გარდა კიდევ არის ოპერატორები. ეს ოპერატორი მეგობრებო ნიშნავს, ანუ ოპერატორი ვინც არის, შეუძლია ჩატით სარგებლობა, ანუ თქვათ მე ვარ ოპერატორი, მოდი ჩავწეროთ ჩემი username-ი, ჩიკოდემე. და თქვათ მე თუ ვარ ოპერატორი, მე შემიძლია ჩატით სარგებლობა, როგორც გითხარით, ანუ თქვათ ჩატში შეგვიძლია game mode creative, ანუ ჩატიდან გადავიდეთ კრეატივში. ჩატიდან ავიღოთ რაღაც ნიუთები, ვიჩეთეროთ, სპექტატორში გადავიდეთ, command block-ები ავიღოთ და ყველაფერი შეგვიძლია ჩატის გამოყენებით თუ ოპერატორები ვართ. ეხლა, ანუ აი თქვენ რომ Word-ს ქნით ხომ იქ რო არის ჩეთები და რო რთავთ ხოლმე, მაშინ შეგიძლიათ გამოყენება ჩატის. მაგრამ თუ ჩეთები გამორთულია, მაშინ არ შეგიძლიათ. სერვერებში ოპერატორი ქვია ამას, ვინც ოპერატორია, შეუძლია ჩატით სარგებლობა და ვინც არ არის ოპერატორი, ჩატით ვერ ისარგებლებს, ანუ ჩატის სარგებლობაში გულისხმობ ჩეთერობას, ანუ შეგიძლიათ ჩატით ესაუბროთ მეგობრებს, პრობლემა არ არის. ჩატის სარგებლობაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გულისხმობ ჩეთერობას. კარგი, იყოს ოპერატორი მარტო მე. ეხლა მეგობრებო, გადმოვით ამ ადგილას, აქ banned player-ებში ეს არის დაბანული მოთამაშეები, ანუ დაბლოკელი მოთამაშეები. აქ უნდა ჩაწეროთ იმ ადამიანის სახე, იმ ადამიანის username Minecraft-ში თუ იცით, ვინც არ გინდათ რომ სერვერზე შემოვიდეთ. ახლა თქვათ ვიღაცა ჯუმბერი რო იყოს, თქვათ ვიღაცა ჯუმბერი 1292 სიტყვაზე ეს რო ეწეროს ვიღაცა მოთამაშეს Minecraft-ში, ან თქვათ ეს არის თქვენი მეგობარი და არ გინდათ რომ თქვენ სერვერზე შემოვიდეს. მაშინ ჩაწერთ მის სახელს და ეხა ეს მოთამაშე ვერ შემოვა ამ სერვერზე. ეს არის და ეს. ეხლა მოდი ეს არ ვიცი ვაფშე ვინ არის, ესე რომ დავშალოთ. არავის არ ბლოკავ ჯერ.
რადგან whitelist-ი ჩართული მაქვს და ისეაც ვერავინ ვერ შევა ჩემს გარდა. აგ ეს არის და ეს მეგობრებო, ეს ბანდა IP-ს არ დაგჭირდებათ ეს ყველაფერი, ძირითადები აგიხსენით, ეხლა რაც იყო. ნუ ერთს კიდევ იმას გაჩვენებთ თუ hardcore როგორ უნდა ითამაშოთ. აი მეგობრებო, words 8 წერია ამს დააჭერთ. გამოხოთ ამ ადგილას და შემდეგ generates უნდა დააჭიროთ. და შემდეგ აი hardcore 8 წერია, ამას ჩართავთ. თუ არ გინდათ რომ hardcore იყოს, არანაირი პრობლემა არის, აქ options რო იყო, მაშინ cracked და რაღაცები რო ჩავრთეთ, აი იქ არის survival, creative და spectator და adventure, არ არის hardcore და აქ არის ამ აი words რო დააწვევით და შემდეგ generate, აქ არის hardcore. ანუ ეს სიტყვით აქ შეგიძლიათ აქედან ჩართოთ hardcore. მოდი ახლა იყოს hardcore, უბრალოდ ჩართავ მე მინდა. აქ დანარჩენი არ დაგჭირდებათ არც ერთი. ეს სიტყვით მეგობრებო, ყველაფერი აგიხსენით, რაც დაგჭირდებოდათ სერვერის შექმნაში. დანარჩენი რაც არის აქ ყველანაირი ფუნქციები, დანარჩენები არ დაგჭირდებათ. ნუ თუ რაღაც კითხვები გაგიჩნევათ მაგასთან დაკავშირებით, აუცილებლად მითხარით. ეხლა უკვე შეგვიძლიათ ჩავთოთ სერვერი, starts დავაჭიროთ. და ამას დავეთანხმოთ. Preparing, loading, ანუ ეხლა უნდა დავუვადოთ ამას რა თქმა უნდა. A few moments later. ეს ასე მეგობრებო online ჩაირთო და აი სანამ გადავიო ეს Minecraft-ში, მაგამდე გეტყვით აქ რა ხდება ხა stop და restart-ს მიხვდით ალბათ რასაც ნიშნავს, მაგრამ მაინც გეტყვით. Stop არის რომ გათიშოთ სერვერი და restart რომ გადატვირთოთ. თუთ რაღაც პრობლემა თუ იქნება. ნუ ჯერჯერობით არავინ არ არის შესული სერვერზე, 20 კაცი შეუძლია რომ შევიდეს, იქ როგორც გაჩვენეთ slot-ები იყო play option-ში. თუ გინდათ რომ უფრო მეტ მეგობარს შეეძლო შესვლა, კიდე აამატებთ, ანუ კიდე limits აწევთ. მაგრამ ეხლა საკმარისია, ამჭირდება ეს და ეს დრო არის, ამ დროის განმავლობაში თუ არავინ არ შევა, სერვერი გაითიშება. ეს არის და ეს. ეხლა უკვე შეგვიძლიათ გადავინაცვლოთ Minecraft-ში. ესე იგი მეგობრებო, განმოვინაცვლოთ Minecraft-ის უახლოეს ვერსიაში. აქ ხა მეგობრებო უნდა შევიდეთ multiplayer-ში. შემდეგ direct connection-ში, აი აქ შუა ფუნქციაში და აქ ხა მეგობრებო უნდა ჩავწეროთ ის IP, რომელიც ჩვენ დავაყენეთ იქ. ანუ აი ეს ხა უნდა დავაკოპიროთ, control C-ს დააწვევით და შემდეგ control V-ით ჩასვამთ. ეს ასე. ნუ ეხა თქვენ ახლა როგორ უნდა გააკეთოთ ეს? მეგობარს გაუგზავნით აი აქ რაც წერება, მოკლედ, თქვენ დააყენებთ ამას რაც გინდათ, ამას დააკოპირებთ, ჩაუგდებთ მეგობარს და ის მერე ზუსტად ესე გააკეთებს, ანუ multiplayer, შემდეგ direct connection და შემდეგ აი აქ ჩააკოპირებს ამ მისამართს. ახლა join server. და შემოვიდეთ მეგობრებო სერვერზე უპრობლემოდ. ესე უნდა გააკეთონ თქვენო მეგობრებაც. ეხლა როგორც ხედავთ არის hardcore, რადგან მე დავაყენე, თქვენ როგორც გინდათ თქვენ ნებაზეა მოკლედ ეს. აი აქ words რომ იყო და შემდეგ იქ generate რო იყო, მწვანეთ რო ეწერა. არ არის მეგობრებო სავალდებულო, როგორც გითხარით, თქვენი ნება არის დააყენებთ თუ არა ამ hardcore-ს. რა თქმა უნდა ეს ასეა. ეს წასე ფიქრობ რომ ცოტა ცუდი სკინი მაქვს ბოდიში. ანუ ეს არ არის ჩემი პირველი ვიდეო. ამ არხზე არის, მაგრამ საერთოდ 5 წელია რაც იუთუბერი ვარ. მე და ჩემს მეგობარს საერთო არხიც გვაქვს, მაგის ლინკს კომენტარებში ჩავაგდებ. ერთ სიტყვით მქონდა ძალიან ბევრი არხი, რომლებსაც რაღაც პრობლემები ჰქონდა, აქეთ რაღაც ვიდეოები დამიბლოკეს, მაშინ პატარა რო ვიყავი, არ ვიცოდი რომ მოპარვა ვიდეოების არ შეიძლებოდა და ძალიან ბევრი არხი დამიბლოკეს და ეს პრობლემები ჰქონდა არხებს. ერთი არხი მქონდა 350 გამომწერი მყავდა მაგაზე, მაგრამ რაღაც სტრიმი არ შემეძლო, ლაივში გასვლა, ანუ და ძალიან ბევრი სტრაიკები მედო. ეს სიტყვით ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა იმ არხს, რის გამოც მომიწია ახალი არხის შექმნა. იმედია გამოგადგათ ეს ვიდეო. თუ რამე ახსნილი ჩემი არ მოგეწონათ, თუ რამე კითხვა გაგიჩნდათ, კომენტარებში დამიწერეთ. და ყველად ვესწრები რომ დაგეხმაროთ. ეს იყო და ეს, ანუ როგორც გითხარით, თქვათ Minecraft-ში რომ შემოვა თქვენი მეგობარი, multiplayer-ს უნდა დააჭიროს, შემდეგ direct connections და აქ უნდა ჩააკოპიროს აი ეს. აქ რაც ეწერება, ამას დააყენებთ თქვენ თავიდანვე. უნდა დააკოპიროთ და ჩაუგდოთ მეგობარს და შემდეგ ის ასე მოიქცევა. ჩაწერს აქ ამ მისამართს და შემდეგ შემოხვალთ. ეს არის და ეს. იმედია მოგეწონათ ვიდეო.
თუ მოგეწონათ, ძალიან გამეხარდება თუ შრომას დამეფასებთ, გამოიწერთ არხს, ვიდეოს დაალაიქებთ და ზარის გლახსაც გააქტიურებთ. აბა, მადლობა კიდევ ერთხელ წინასწარ ყველაფრისთვის. აბა, წინასწარ მადლობა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.